მოგესალმებით ჩვენ მაყურებლებო, უკვე როგორც ტრადიციულად ყოველ პარასკევს ემიგრანტივი წარმოგიდგენთ პოდკასტ შიგ ევროპიდან. მე საბერძნეთიდან ლევან ბალიაშვილი და ბატონი ელმირე ნემსაძე საფრანგეთიდან. განვილი კვირა რომ განვიხილოთ ცოტა არ იყოს და ძალიან ბევრი უცნაურობებით იყოს სავსე, იმიტომ რომ ჯერ ტრამპმა დაწერა ანდერწი რომ ირანი აპირებს ჩემს მოკლასო. მე ეს ინფორმაცია მომცხაო ისრაელის დაზვერვა, მე მაგაში ვერ გაერკვდნენ რომ მისცა ეს ინფორმაცია, მე თავად ამერიკაგან განიხილავდა მაქსიმას რომ ჩვენი ინფორმაცია არისო და მორიგი 1000 რაკეტით დაემუქრა. მნიშვნელოვანი ეგ ქონდა წინა კვირაში, რაც ასე თქვა შეიძლება რომ თქვათ ამ პოდკასტში. შემდეგ ქონდა როგორც ყოველთვის ბატონმა ელმირემ არც ეს კვირა ჩააგდო წყალებში და მორიგი სკანდალი გამოიწვია ქართულ აუდიტორიაში, რაც შეეხებოდა მის ბლოგს ქართველების წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელებთან დაკავშირებით. მოგესალმები ელმირე, როგორ ხარ? ჯანმრთელობას გისურვებ პირველ რიგში და რა ხდება შენს მხარეს, რას ფიქრობ, რატო გამოიწვია შენმა ბლოგმა ამხელა გამოხმაურება, ეს უბრალოდ პირადი იყო ისევ როგორც წინა კვირაში თუ ეს უბრალოდ უცოდინარობისა და რაღაც სხვა რაღაცების ბრალი იყო? მოგესალმები ლევან, მეც ასევე მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიკეთეს ყველაფერ გაის გისურვებ და რა ვიცი, ყველაზე მეტად კიდე იმას გისურვებ, რაც ყველა ნორმალური ემიგრანტის ფიქრი არის, ღირსეულად და იმაზე უკეთესად სამშობლოში დაბრუნებას, ვიდრე ფიქრობ და განიცდი. ახლა რაც შეეხება მაგ ამბავს, სიმართლე გითხრა, საერთო ჯამში ყველაფერი უვიცობიდან იწყება, გაუნათლებელი ადამიანის სიბნელიდან იწყება ყველაფერი და ამიტომ არის პრობლემა დღესდღეობით საქართველოში, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის, რომ ხალხს წაკითხulis გააზრების პრობლემა აქვს სერიოზული, როგორც გამოჩნდა. ხო, მაგაზე გამოკვლევაც ხო იყო და ძალიან დაბალი დონე ავიღეთ კი მაგაში, რომ წაკითხulis გააზრებაში. ამიტომ ერთ-ერთ Facebook-ზე ედო ესეთი კარდი, არ ვიცი ქართულად როგორაა ეს ტექნიკური ენა არა დახვეწილი, ასე რომ ვთქვათ, რომ კარდი, რომელშიც იყო ესეთი წარწერა გაკეთებული, მე პასუხს ვაგებ იმაზე, რაც ვთქვი და არა იმაზე, რაც შენ გაიგეო რა. მოკლედ, რატო მოხდა ახლა ეს ყველაფერი? მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ გაუნათლებას პლუს რაღაც არაბუნებრივი, არანორმალური პროპაგანდა, რომელი პროპაგანდის მიხედვითაც გამოიყვანეს, რომ უკრაინელები არიან ჩვენი ძმები, სისხლით ნათესავები, რა ვიცი, რწმენით ნათესავები, თურმე ქართველის და უკრაინელის ძმობითაა ეს ქვეყანა მოსული და არის ეს ყალბი იმიჯი შექმნილი უკრაინელების საქართველოში და როდესაც ამ მითის ნგრევა ხდება და როდესაც სიმართლეს ეჯახება სიყალბის გემი, ამ შემთხვევაში დაძირვა, როდესაც იწყება სიყალბის გემის, მაგ დროს ისტერიკაა განსაკუთრებით და მე საერთოდ არ მჩვევია ლევან როგორც შენიცი ასე ჰაერზე რაღაცის თქმა, ფაქტები რაღაცა სამი წყაროთი უნდა იქნას გადამოწმებული. შემდეგ უნდა დაადო დროსა და სივრცეში და უკვე აღქმა როგორი იქნება ადამიანების აქედან გამომდინარე, მე არაფერი ახალი არ მithქვია, ისედაც ვიცოდი, ეს იყო არაერთი ეთნიკურად უკრაინელის მონაწილეობა, როგორც მოხალისეთ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მხარეს და ასევე ეთნიკურად უკრაინელების მონაწილეობა იგივე დნესტრისპირეთის ბატალიონში, რომლებმაც ტამიშის დესანტი განახორციელეს. არაფერი არ იყო დამატებული იქ იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ უნაუსოს მებრძოლები აღიარებენ, რომ ისინი შევარდნაძის ხელისუფლების დაქირავებული მებრძოლები იყვნენ და ცოტა ხანი აფხაზეთში იბრძოდნენ და ცოტა ხანი სამეგრელოში ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. არაფერი არაა იმაში დამატებული, რომ ბალტინის დესანტი, რომელიც პირდაპირ კრავჩუკის
ბრძანებით იქნა უკრაინული გენშტაბის მიერ გამოგზავნილი საქართველოში ქართველების დასახოცად, შევარდნაძის დასახმარებლად. Ყველას კარგად და გემრიელად ახსოვს ეს სიმართლე, სწორად გემრიელად არა, მწარეთ ახსოვს ეს სიმართლე და რა ვქნათ ახლა ჩემი ბრალია, შენი ბრალია, ვისი ბრალია, როდესაც ამდენი უკრაინელი არის დაჯილდოებული სეპარატისტების მხრიდან, როგორც გმირი, როგორც ლეონ მეორის ორდენის კავალერი, როგორც მხედრული მამაცობისთვის და ამდენი უბედურება მოგვიტანეს რა უკრაინელის დასრულებული არ გყავს. რა თქმა უნდა რომ ყავს. რა არის ერმილე მინდა რომ ერთი პოდკასტი ზოგადად ცალკე მიუძღვნათ უკრაინა რუსეთის ომს ეს მე თუ მკითხავ უფრო მათამკვლელი ომის შემთხვევაა ეხლა შეიძლება შორიდან ჩვენ და ვიღაცებს ჯერათ რომ აქ ეხლა ეს ერთი ერი ცალკე ერია, მეორე ერი ცალკე ერია, მაგრამ რომ დაუკვირდე კულტურულად, რელიგიურად, რა ვიცი, თავისი ყველაფრით ერთი და იგივე ხალხია, ხო? ეხლა მაგათ გარდა უკრაინა, რუსეთი, აი ეს სლავური სამყარო რაც არის, ხო? თუნდაც პროვინცი ვაუთ მათი შემადგენელი ნაწილია, ხო? რაღაცა მომენტში ყოველთვის მონაცესავე ტომები და ერები არიან, ხო? და რთულია მან საერთოდ გაერიო, ჩაერიო, სამწუხაროდ ჩვენ არა ყავს ეგეთი მონაცესავე ერები და ეგაა სამწუხარო, თორე ამ სლავური სამყარო ერთად რომ შეიკრიბოს, ძალიან ცუდი რაღაც დატრიალდება დანარჩენ სამყაროში. ეხლა ვინც ამ ყველაფერს სეირად უყურებს, დამიჯერე მე სეირი აქეთ გადმოტრიალდება და სხვა რაღაცა მოხდება. ლეო რა, იცი, არ მინდა დამავიწყდეს ამ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს ასავალ-დასავალში დიდო ჩუბინიძესთან მექნება ინტერვიუ უფრო საგაზეთო პუბლიკაციის სახით მტკიცებულებით და ვისაც აქვს სურვილი შეიძლება გაეცნოს და რა შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს ეს საქართველოში მომხდარი ტრაგედია არის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის უფრო დიდი მასშტაბი არის გადატანილი უკრაინაში. მე ყოველთვის ვეუბნებოდი რუსებს, როდესაც მქონდა საუბარი, რომ ის ბოროტება, რა ბოროტებაც თავის დროზე ხაზგასმით მინდა თქვა, მარტო რუსებს არ ჩაუდენიათ ჩვენს მიმართ აფხაზეთში. ეგ იყვნენ როგორც თურქები, როგორც უკრაინელები, იყვნენ ისრაელის სპეცსამსახურები, ძალიან დიდი ძალა გვებრძოდა ჩვენ სრული ინტერნაციონალი გვებრძოდა, თუმცა ძირითადი ძრავა, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერია იყო. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ის რაც თქვენ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ჩარევით გააკეთეთ, ეს ძალიან ცუდად და ძალიან დიდი უბედურებით მოგიბრუნდებათ უკრაინაში და ამას არაცებ სიმართლე გითხრა ყურადღებას, ან უბრალოდ ჩემთან არ უნდათ ამის აღიარება, რომ არაკაცო ჩვენ უკრაინასთან ეგ განსხვავება არ აქვს, იქ თქვენ აფხაზებს არ მოწონხართ. ზუსტად იდენტური არის ერთ-ერთი არის ლევად. იქამდე როგორც აი აფხაზები რო არიან, ხო იცი, რომლებიც ამბობენ, რომ დავით აღმაშენებელი აფხაზი იყო. რატო რა ხან მეფე აფხაზი იწყე მეფე აფხაზთა რა თაკახთა და ზუსტად. იმიტომ რომ მაგიო პირველს ამბობს, რომ მეფე აფხაზთა. ეს ჩვენი დიდი მეფე იყო. სხვათა შორის აფხაზებში ძალიან პოპულარული არის სახელი ლეონი და ძალიან პოპულარული არის სახელი ბაგრატი. ეს ერთ რაღაცას აჩვენებს, რომ ჩვენ და აფხაზები ზუსტად იგივე სიტუაცია, ერთი სიტუაცია ხო რაც ახლა რუსეთი ერთი სახელმწიფოს შვილები ვართ და ერთი იდეოლოგიის და ერთი იდენტობის ხალხი ვართ, აი როგორც ორი ტყუპი ძმა იყოს ნაჩხუბარი და ერთმანეთის სუსტი წერტილები რო იციან და იქ რო აჭერენ წილს ძალიან დააკვირდი ისე ერმილე თუნდაც აფხაზეთის ომში რამხელა მსხვერპლი გქონდა ჩვენ ხო 12 კითას ჯარისკაცამდე დაუკარგეთ ხო ნუ ეგაც იმის ერთგვარი ისა იყო რა ეგაც გამოხატვა იმისა რომ იმათმა ჩვენი ხასიათი იცოდნენ ჩვენ იმათი ხასიათი ხა შეც ბევრჯერ გაქვთ ნათქვამი ის რომ აფხაზი ოჯახი არ არსებობს ერთი ოჯახის წევრი რო არ ქონდეს დაკარგულიო აი ზუსტად იმ თემასთან მივდივარ სადაც მინდა რომ დღევანდელი პოდკასტი განვიხილოთ კი აი დავასრულებ ლევან ამას და ზუსტად იგივე არის რუსეთ-უკრაინის ომში
როგორც მენტალურ დონეზე, ჩვეულებრივ დონეზე, ისე იდეოლოგიურ დონეზე უკრაინელები ამბობენ რუსეთი, თქვენ კი არა ხართ რუსეთი, ჩვენ ვართ. იმიტომ რომ კიევის რუსეთი იყო და ჩვენ ვართ რუსეთი და თქვენ ხართ მონღოლური ოქროს ურდო. არაფერი არ აქვს თქვენ კიევის რუსეთთან საერთო. მენტალურად კიდე აი ბრძოლების დონე რო აიღო, ხო, აი როგორი სიტუაცია არის, მაგალითად იყო ესეთი სიტუაცია, როდესაც უკრაინელები ყავდათ რუსებს ალყაში და ეუბნებიან, რა თქმა უნდა, რუსულ ენაზე მიდის, რომ დაგუნებდით რა, დავაიწეს და იქიდან პასუხი რუსკინეს დაიუცა. აიგე, ანუ აი ესეთ ღვიძლ ორივე მხრიდან ერთი და იგივე გადაძახილი არის, რუსი არ ბარდება. ზუსტად. ხო, ანუ აქედან შეგვიძლია ჩვენ ვივარაუდოთ და ხაზი გაუსვათ იმ ყველაფერს, რომ ეს ხალხი თითქმის ერთნაირები არიან ცხოვრებაში, აზროვნებაში, ურთიერთობაში და მათ შორის ბრძოლაშიც. ამიტომ არის ეს რაღაც ესეთი ბიოლოგიური მტერი არის გამოყვანილი ერთმანეთის რა. კარგი, თავარ თემაზე მინდა რომ გადავიდეთ, ერთი დაზუსტება წეგან შენც ახსენე რომ 3 წყაროთი უნდა გადაამოწმო ინფორმაცია და წინა პოდკასტში ერთი შეცდომა გამეპარა მე საპატრიარქოს პრეზიდენტმა ანდრია ჯაღმაიძემ რო განაცხადა რომ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მოსული ჩემთან მე ვთქვი 2019 წელი და 2023-ში მომხდარა მაგრამ ეგ არც და არც შინაარს არ ცვლის და უბრალოდ დაზუსტებისთვის ვახსენე ეს რომ ვინმე მარი ფიქრობს რომ ჩვენ რაღაცეებით სპეკულირებთ. მოდი ახლა მივხედოთ ჩვენ საქმეს. ჩვენ გქონდა პირველ პოდკასტშიც რაღაც სიტყვა მოაყოლა რომ აი ბილიძალა ენტა რუსეთს ქონოდა თქო რა და მე მინდა ის საქართველოს ბილძალაზე ვისაუბროთ და ზოგადად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხაც შესავალი ისე ბუნებრივად გამოგვივიდა ამ ყველაფერზე რომ რას ვაკეთებთ იმისთვის ερμილე რომ ამ დამოუკიდებლობის 35 წლის თავზე სამჯერ მოგვიწია დაპირისპირება ჩვენ ასე ვთქვათ კუთხეებთან, მოძმეერებთან თუ ჩვენ სისხლთა ხორცთან, ხო? და მის მერე რა ვისწავლეთ, რა უნდა ვაკეთოთ? ამ ჩვენი რბილი ძალით და ამ ხელა ფინანსები რომ მიდის თუნდაც აი არასამთავრობოებზე, რატო არ ვიყენებთ ამ არასამთავრობოებს, რატო არ ვიყენებთ თუნდაც ვლადიკავკას, სოჩას, სადაც შეგვიძლია რომ აი ფინანსურად ხა ომით რომ ჩვენ პირადად აფხაზს და ოს შეიძლება მოერიო, მაგრამ იმის უკან ვინც დგას, ორჯერ ყური აგვიწიეს, ხო? თუ მეტჯერ არა და მივხვდით ხო მან ხო ხო აი ჩანჩირეს ბერგეტები გვაქვს სადაც შეგვიძლია რომ ვიმუშაოთ და ასე ვთქვათ შეიარაღების ნაცვლად ვიმუშაოთ იმაზე რომ რაღაცა პროექტები შევქმნათ და ისეთი იდეოლოგია შევქმნათ პროქართული სადაც ჯერ ხალხს დავიბრუნოთ ჩვენთვის ხო მთავარი ის არ არის რომ დავიბრუნოთ ტერიტორია ხო თუ არა ეხლა დილასაც ვფიქრობდი რა მე და შენ ანუ აი ეს კლავინც ვარ შუაში ვართ ბოლო თაობა რომელსაც მართლა გულით სკივა ეგ ადგილები თორე ჩვენს მერე თაობას მე დარწმუნებული ვარ ის უფრო აინტერესებს ხა უვიზო რეჟიმი გაუქმდება თუ არა ევროპაში ვიდრე რეალურად დაბრუნდება თუ არა სამაჩაბლო და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში აი რატო ვეპყრობით ამ ყველაფერს როგორ გითხრათ ჩვენთვის დაჟე კონსტიტუციაში ჩავწერეთ ის რომ უნდა შევიდეთ ევროპაში და ნატოში და პირველი მისიათ რატო არა გვაქვს ეს რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აი რაც ამ ბოლო თუნდაც ამ თავრობასაც რომ მივადგეთ რა იმიტომ რომ კოცობას დაგვაბრალეს ერთი ორ კომენტარში რა რაც ამათმა იჩრომეს იმისთვის რომ თუნდაც ეს ვიზა ლიბერალიზაციის ის მიეღოთ ხო აი მაგდენი შრომა რო ჩაედოთ თუნდაც აი ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ხო შეიძლება და ბევრი წარმატება მიგვეღწია ვიდრე აი ამ ილუზორულ ნატოზე და ევროკავშირზე გვეფიქრა დიდი მადლობა ლევან ამ კითხვისთვის ძალიან ვრცელი არის გისმენ კარდ ბლანში შენდი ლაპარაკებთ ომის მოკლედ სათავე მოდი ჯერ ვთქვათ სათავე ამ ყველაფრის პრობლემა არის რაში არის ამ ყველაფრის
პრობლემა არის კიდე ერთხელ ვიტყვი რაც მithქვია საქართველოს და ქართველერის იდეოლოგიური ცვლილება, ცდელობა შეცვალონ ქართველი ევროპელით 92 წლის მერე. მთავარ პრობლემას ქმნის ეს. ანუ ქართველს ქართველობა და კავკასიელობა აღარ უნდა და უნდა ევროპელობა. როგორც ჯვანიამ თქვა, მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. აი ეს არის პრობლემა და ეხლა განმარტავ თუ რაში არის პრობლემა. საქართველოს ისტორიულად ყოველთვის კავკასიაში იყო დომინანტი ქვეყანა. აბსოლუტურად ყველაფერში. აბსოლუტურად ყველაფერში არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს იქნებოდა სამხედრო ძალა, ეს იქნებოდა კულტურული ექსპანსია სხვა კავკასიური ქვეყნების, ეს იქნებოდა რელიგიური, მათ შორის დემოგრაფიულ საკითხშიც იყო დომინანტი. ესე იგი 20-იანი წლების დასაწყისში აღწერა, როდესაც ჩატარდა, ყოველი მეორე თუ არა ყოველი მესამე ქართველი იყო კავკასიაში. მაშინ აზერბაიჯანი დაახლოებით 2 მილიონამდე შედიოდა, სადღაც მილიონამდე იყო. საქართველოს იყო დაახლოებით 3 მილიონამდე, ჩრდილო კავკასიელებზე აღარ მაქვს საუბარი. და მოკლედ აი ამის თქმა მინდა რომ დომინანტი ასევე გამომდინარეობდა იქედან რომ გეოგრაფიული მდებარეობით ხერხემალი კავკასიის როგორც მთლიანად ჩრდილო კავკასია საქართველოს ესაზღვრება და სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყანა საქართველოს ესაზღვრება. სხვა საქართველოს ესაზღვრება, თურქეთი საქართველოს ესაზღვრება. ანუ ეს არის საერთოდ არის ესეთი პოლიტიკაში ესეთი გამოთქმა არის და გეოპოლიტიკაში აქსიომა არის რომ გეოგრაფია განაპირობებს ერების ცხოვრების ბედს. ამიტომ იყო რომ ისტორიულად თუნდაც აი აღარ მაქვს საუბარი თამარ მეფეზე, აღარ მაქვს საუბარი დავით აღმაშენებელზე, როდესაც კავკასია ერთიანი იყო, გაერთიანებული იყო ერთი დროშის ქვეშ იყო, ეს ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ქართული სახელმწიფოს დროშის ქვეშ. მერედაც ისტორიული ბრძოლები, როდესაც ხდებოდა დღეს რო იხსენებენ აფხაზეთის ომში ჩრდილო კავკასიელები მონაწილეობდნენ ესენი. კაცო, ისტორიულად რო გავიხსენოთ ჩვენ იგივე ალანების მონაწილეობა ფარსმან ქველთან ერთად რომის იმპერიის წინააღმდეგ, იგივე დავით აღმაშენებლის ბრძოლა დიდგორზე იქ ხომ 500 ალანი მონაწილეობდა, იგივე გიორგი მეშვიდის მონაწილეობის ბრძოლის დროს დარიალის კარს თემურლენგის წინააღმდეგ მთელი ჩრდილო კავკასია იცავდა ქართველებთან ერთად. ერეკლე მეფის დროს ჩერქეზთა რამდენი დაქირავებული მებრძოლები კი, რა თქმა უნდა, ქირით ჩამოდიოდნენ, აბა ეხლა ამაზე თვალებისთვის არავინ არ იკლავს თავს, მაგრამ ესე ხდებოდა. შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერია შემოვიდა კავკასიაში, რუსეთის იმპერიამ ცენტრად კავკასიის მართვისთვის აირჩია თბილისი. მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მეფის ნაცვალი აქ იყო, კავკასიის გენერალ-გუბერნატორი აქ იყო, აქედან ხდებოდა მთელი კავკასიის მართვა. მერეც, როდესაც ამიერკავკასიის კომისარიატი შეიქმნა, სამი რესპუბლიკა 1918-21 წლები, როდესაც იყო, მაშინ ამიერკავკასიის დედაქალაქად თბილისი იქნა გამოცხადებული და არ დაგვავიწყდეს რომ ბაქოს დამოუკიდებლობა, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა და სომხეთის დამოუკიდებლობა და საქართველოს დამოუკიდებლობა თბილისში გამოცხადდა. საბჭოთა კავშირის დროს, რა თქმა უნდა, ახლა იმას საუბარი რომ ასე იყო მერეც რომ სამხედრო შტაბი ამიერკავკასიის სამხედრო შტაბი თბილისში იყო, თბილისი იყო ძირითადად კულტურული, ეკონომიკური, თუნდაც პოლიტიკური, აი მოვლენების ცენტრი ყოველთვის იყო თბილისი. ამას უზრუნველყოფდა როგორც ისტორიული მოვლენები, ასევე გეოგრაფიული მდებარეობა და პლუს კულტურულ-მენტალური სიახლოვე და ჰარმონიზება კავკასიელი ხალხის ზუსტად საქართველოს ჩარჩოში. ბუნებრივად ხდებოდა ეს ყველაფერი. ცხონებულ ზვიადგამსახურდიას რა ქონდა სურვილი? ცხონებულ ზვიადგამსახურდიას სურვილი იყო ის ღიად ამბობდა, არასდროს სხვათა შორის ძალიან არასწორი ინფორმაციები არის, რომ აი თურმე ქართულ ჩეჩნური სახელმწიფო შექმნა უნდოდა და უცოდინობა, სრული გაუნათლებლობა ამ ყველაფრის მოვლენების, ზვიადს უნდოდა კულტურული და ჰუმანიტარული და ეკონომიკური
ცენტრი გამხდარიყო თბილისი კავკასიის და კავკასიური სახლის სოლიდარობა ყოფილიყო ცენტრი ყოფილიყო თბილისში. ეს იყო მისი სურვილი. რისი ალტერნატივაც მაშინ შეიქმნა მთელ ხალხთა კონფედერაცია. მოხდა იქ სხვა გეგმები იყო, სხვა აზრები იყო და ესე შემდეგ. დღესდღეობითაც იგივე ჩრდილო კავკასიაში მაგალითად ვინმე თბილისში რომ მოდის, იგივე ყაბარდოელები, იგივე ოსები, იგივე ინგუშები ამბობენ ესეთ რაღაცას. ანუ სხვა ქალაქებზე ამბობენ თქვა აი ნალჩიკში მივდივარ, ვლადიკავკაზში მივდივარ, გროზნოში მივდივარ ესე შემდეგ. თბილისში როდესაც მოდიან, იციან ესეთი ტერმინი არის დამკვიდრებული. Я иду в городе. მე მივდივარ ქალაქში. ეს ტერმინი არის შთამომავლობით დამკვიდრებული, რომ მიდიან ცენტრში, სადაც ყველაფერი წყდება. ბედი სადაც წყდება. ქუთაისში მქონდა ახლა ესეთი ესა რა ქვია მე თვითონ ზასტავის უბანში ვცხოვრობ და ნუ რა არის დაახლოებით სამი გაჩერება არის უშუალოდ ცენტრში, ქალაქის ცენტრში რომ მოხდა და როდესაც მივდიოდით სიტყვაზე ხო სად მიდიხარ ქალაქში მივდივარ ესეთი გამოთქმა იყო იმიტომ რომ ცენტრში მივდივარ. ანუ თბილისს ყოველთვის ჰქონდა ეს ისტორიული როლი. ამიტომ საქართველოს შეუძლია და ერთადერთი ნამდვილად მომავალში შეუძლია მერთმა შეიძლება მოგცეს არსებობა მოგცეს და ძალა და ენერგია მოგცეს მომავალში შეუძლიათ საქართველოსთან დაიწყოს კავკასიის გაერთიანება მე არ ვამბობ ახლა პოლიტიკურ გაერთიანებაზე ну ისეთ იდეოლოგიურ გაერთიანებაზე კულტურულ გაერთიანებაზე და ესე შემდეგ. ამიტომ თუ გაქვს შენ მე მიდევ ჩემს გვერდზე ერთი მომენტი, როდესაც პუტჩი ხდებოდა თბილისში, ჩეჩნები როდესაც ჩამოფრინდნენ და სიგუაში შეხვდნენ და ზვიადის მაგალითად. გუშინ უყურებდი მაგას, კი, გუშინ უყურებ მაგას და ძალიან ძიმეთ იმოქმედა ჩემზე სიმართლე რო გითხრა. იქ აკვირდების ერთი ჩეჩენი ზაკაევია, მე მგონი რომ ეუბნება იმას, რა ქვია, საქართველოს გრუზია და სერცა კავკაზა. გულია ეხლა ეს ყველაფერი რატო მოვაყოლე ისტორიულ რაკურსი ამ ყველაფერს, იმიტომ მოვაყოლე რომ თავისთავად სადაც არსებობს ესეთი კულტურული გავლენა და ესეთი ისტორიული კავშირები, იქ თავისთავად არსებობს მენტალური სიახლოვე და იქ შესაძლებელი არის გავლენა მოხდეს. რაც შეეხება რბილი ძალას. რბილი ძალა რას ეფუძნება ძირითადად რბილი ძალა? რბილი ძალა ძირითადად ეფუძნება მენტალურ, კულტურულ, ეკონომიკურ კავშირებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. აი როგორც არის მაგალითად აი ეს შიგევროპელები რო იძახიან, რა არის ამათი რბილი ძალა? ამათი რბილი ძალა არის კლუბები, ტანცი-მანცი, სხვა ჭამა, რა ქვია, აღირახსნილობა. ხო, რითიც გაღწდეს ხო საქართველოს ახალგაზრდობა, ეგაა რბილი ძალა, მეტი არაფერი. და ბევრად ეფექტური არის, მე თუ მკითხავ ვიდრე რუსული ტანკი. რა თუნდა მაგას საუბარი მასე რო არის ტანკზე მეტად, ტყვიაზე მეტად იდეოლოგია იბრძვის და სხვათა შორის ეს კარგად აქვს აღწერილი ბჟეჟინსკის წიგნში დიდი საჭადრაკო დაფა, იქ არის პირდაპირ არის მითითებული, რომ შეერთებულმა შტატებმა დაამარცხა საბჭოთა კავშირი პირველ რიგში იდეოლოგიურ საკითხში, რომ მოახდინა კულტურული ექსპანსია ჯინსების, კოკაკოლების და თავისუფალი ცხოვრების და ამერიკული ცხოვრების სტილის პროპაგანდირებით მოახერხა ეს. და ხსნის ის ესას რატო არის, როდესაც იყო ჩინეთში არსებობდა კონფუციანელობა, იდეოლოგია ჩინეთის იმპერიის, გაიგე? აი შეერთებულ შტატებში ეს საბჭოთა კავშირს რა ქონდა? ნუ სტალინიზმის ძლიერი იდეოლოგია არსებობდა და სხვა. ჩვენ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს? ჩვენ შემთხვევაში შეიძლება იყოს ზუსტად კავკასიური მენტალობის და კავკასიური ცხოვრების წესის და კავკასიური ადათის ძლიერი საქართველოს შეძლებს მოიზიდოს ყველა კავკასიური მენტალობის კულტურით ძლიერი და არა ჯარით, მე ესე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, კავკასიური იმიტომ რომ აი თუნდაც ქართული პოზიცია ერთი წამით ჩაგეჭრები ჩავაკვეხე ასე თქვა სიტყვას ქართული ცეკვა ავიღოთ, ნინა ოსური ცეკვა ავიღოთ, ნახევარზე მეტი ეს ყველაფერი ქართულიდან არის წამოსული და საქართველოში შექმნილი კულტურა არის, ხო?
და ახლა მათ კიდე სუხიშვილებს რამდენი წვლილი აქვს შეტანილი? აი, მანდ მივდივარ მეც ხო და ეს ყველაფერი ხო შენ თვითონ თუ არ დააფასე სხვა საერთოდ აგერ თორე ჩვენი მეზობელი ქვეყანა იბრალებს რომ ჩურჩხელად ჩემიაო ხო იმიტომ შენ არ მუშაობ და არ აგებინებ გარშემო ვიღაცებს რომ ხაჭაპური და ჩურჩხელა შენი და შენ პირადად მე თუ მკითხავ თუ ვერ გაქვს იმის თავი რომ და არც გაქვს რომ მართლა მთელ კავკასიას ებრძოლო და კავკასია კი არ გებძვის სხვა ძალები ბოლო ამ კავკასიაში მაინც ხომ დაალაგო ისე რომ მიახვედრო სულ ყველა რომ შენ ხარ ამ კავკასიის ცენტრი და კავკასიაში ცენტრობა გქონდეს პირველ რიგში და მე ვიფიქრო იქ დასავლეთზე და ასე შემდეგ იმიტომ რომ ჩვენ კავკასია დავკარგეთ, ვატყობ რომ დავკარგე, იმიტომ რომ თუნდაც აი ბოლო ის რო იყო აი ეს MMA-ის შეკრება რო იყო ჩვენთან საქართველოში, ხა მან არა კავკასიურად მოვიქეცით ჩვენ პირადად. მე თუ მკითხო. ზუსტად მაკეთკენ მივდივარ და ეს გავლენები აი რა იყო ადრე კავკასიაში ხო ვინმე მართლმადიდებლობას რომ მიიღებდა გაქართველდაო იდღობი ქართული წესით მოინათლა ქართველის მიმართ ჩრდილო კავკასიაში იყო ესეთი დომინანტური ჩერქეზეთი სხვადასხვა თუმცა ისეთი დომინანტური ვერ იყო როგორიც საქართველო იყო რა თუმცა აი ჩრდილო ქართულობაზე ერთ კაი რაღაცას გეტყვი კიდე აი მაგის დასტურად გეტყვი ის რომ ჩემი გვარი წარმოშობით არის სამცხე-ჯავახეთიდან და ბალიაშვილები იქ არიან ისენი რა ქვია კათოლიკები და იმათ ეძახიან ფრანგებს ანუ საფრანგეთთან არანაირი შეხება არ აქვს სად ბალიაშვილი და კაი ხანს ვეძიებთ იქნება რაღაცა სტატუსი რაღაცა ანუ კათოლიკური წესით მონათლულებს ფრანგებს ხო არა ხო აი მანდ მივდივარ ერმილე რომ ანუ რა ხან ან საქართველოს კავკასიაში ზოგადად მართლმადიდებლობა ეგრევე გულისხმობდა ქართველობას რა და მე ხა შიგნით კიდე რომ ქრისტიანობაში რაღაც განხრები იყო ის ფრანგი იყო ვიღაცა რაღაცა იყო და მაგრამ თავიდან მეც დავიჯერე რომ ფრანგი ვარ მეთქი რა ფრანგი ქართველი ხარ უბრალოდ შედი ვიღაცა წინაპარი მოინათლა კათოლიკურად აი რაშია საქმე იცი აი ჩვენი ბედიის უკუღმართობა იყო როდესაც სამცხე-ჯავახეთი იქნა ანექსირებული ოსმალეთის მიერ ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა ძირითადად დატოვეს იქაობა და ვინც მართლმადიდებლურ ჯულზე დარჩა დატოვეს იქაობა 1000 აი გურჯისტანის დაპყრობის დიდი დაფთარი სტალინის დროს არის თარგმნილი 1400 სოფელი იყო და 400 სოფელი იცლება და გადმოდის დანარჩენ საქართველოში ტაოდან მოდის და იქ ვინც დარჩა და არ უნდა ქრისტიანობაზე ესე უარის თქმა თუ ისლამს არ მეიღებდი შეგეძლო მიგეღო კათოლიკობა და კათოლიკებს ნაკლებად ერჩევდნენ კათოლიკების შემთხვევაში ანუ ქრისტიანებად რჩებოდნენ იქაური ქართველები და გამომდინარე აქედან გამოდიოდა ისე რომ ქართული ნათლობის წესს იცვლიდნენ და ამიტომ ეძახდნენ ფრანგებს თავის დროზე ხო საერთოდ ყველა ევროპელს ეძახდნენ ფრანგებს ასეთი ის იყო მაგ სხვათა შორის დედაჩემის სოფელში ეკეთკენ წყალტუბოს რაიონში გვერდით იქ ხონის რაიონია და იქ ეძახიან ფრანგების დასახლებას. რატო ეძახიან ფრანგების დასახლებას? იქაც კათოლიკები ცხოვრობდნენ. და ამიტომ ეძახდნენ. ანუ რაში იყო საქმე, იცი? ქართული წესით მონათლული. აი მაგალითად ისტორიაში მხარგრძელებზე რატო არის საუბარი, რომ სომხებიდან არა მარტო ის რომ სომხეთი ებარათ. მხარგრძელები ცნობილი არის, რომ იყვნენ სომხური წესით მონათლულები. სომხური წესით მონათლულები იყვნენ. ამიტომ მათზე ქართველობას არ ამბობდნენ. ამბობდნენ მათზე სომხური წესით მონათლობას. აი ეს რელიგიური ფაქტორი რაცა. ეხლა რაც შეეხება კავკასიურ ამბავს მინდა დაუბრუნდე, რომ ყველა ადამიანი თუნდაც აი ბნელი კომუნისტების დროს კავკასიაში ცდილობდა რაღაცნაირად ქართველს დამკვიდრებოდა. რამდენი შემთხვევა იყო ოსები ნებაყოფილობით გვარს იცოდნენ შევარდნაძის პერიოდში 70-იან წლებში ჩრდილოეთ ოსეთი ითხოვდა დანარჩენ საქართველოსთან გაერთიანებას რომ შევარდნაძის და ქართველების წყალობითო
თელიო ჩრდილოეთ ოსეთიო უფრო ყურადღების ქვეშ იქნებოდა და შეგვაერთეთ საქართველოს იმასთან, საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან, ეს ჩვეულ ისტორიული ფაქტია. რატო? იმიტომ რომ ოსების და ქართველების მენტალობა ახლოს იყო, ურთიერთობა ახლოს იყო, კულტურული სიახლოვე იყო, ეთნიკური შერეულობა იყო, შერეული ოჯახებით იყო და მათთვის დასაკარგი არაფერი არ იყო თუ ქართველებთან იქნებოდნენ პირიქით უკეთესად ხედავდნენ მათი ერის განვითარება. საერთოდ კავკასიაში საქართველოს დომინანტი იყო თემურ ლენგის მოსვლამდე მართლმადიდებლობის საკითხი. თემურ ლენგმა მოიტანა ძირითადად ისლამი ჩრდილოეთ კავკასიაში, რამაც შემდეგ გაყო რელიგიურად გაყო კავკასია, მაგრამ აქაც ერთი საინტერესო მომენტი არის, რომ კავკასიური ისლამი რადიკალურად განსხვავდება ახლო აღმოსავლეთის ისლამს ძალიან ბევრი განშტოება, კავკასიური ისლამი უფრო ადათებზე და წესზე არის დამყარებული და ადათი და წესი ეს ზუსტად კავკასიური მენტალობიდან გამოდის. ამიტომ არის რომ მიუხედავად რომ შეიძლება ინგუშები მუსულმანები არიან მაგალითად, მაგრამ მათი კავკასიური ისლამი და მათი მენტალობა კავკასიელობიდან ამოდის და ამიტომ არის სვანების, თუშების და მათი ადათ-წესები აბსოლუტურად ერთი და იგივეა. თის ხალხი. კი. აი ახლა იგივე ჩრდილოეთ კავკასიაში იგივე ქისტებს და ხევსურებს შორის ახლობლობა, იგივე სვანებს და ყაბარდოელებს შორის ახლობლობა, იგივე ისმიანეთი, იქაც ხო და აი ჩვენ რაში არის საქმე? რატო გვაქვს ჩვენ ესეთი დამოკიდებულება? ჩვენმა ხელისუფლებებმა უარი თქვეს აი ამ ქართველმა კაცმა, ესე გამოდის დღესდღეობით, მისი ნებით თქვა უარი ქართველობაზე, უარი თქვა ქრისტიანობაზე და გახდა მაშასადამი გახდა რა გინდა. ხო, ანუ ქართველმა კაცმა თქვა მისი ნებით თქვა უარი მართლმადიდებლობაზე, ქართველად მონათვლაზე, სახელმწიფო რელიგია ჩვენთან არ არის მართლმადიდებლობა და კავკასიელობაზე ვარ თქვა და მოინდომა ევროპელობა. და დაემართა რა იცი? როგორც ღამურაში არის ეს ყველაფერი ლექსა, თუ წერეთლის ბრწყინვალე ლექსი. ვეღარც წუწუნა ხარ და ვეღარც ფრინველი ვეღარ ხარ, ხო? რა თქმა უნდა. და რა რიცი, დაკვირდი ამ ბოლო დროს თურმე ვინმესო რომ ეთქვაო ილია ჭავჭავაძისთვის რომ შენ კავკასიელი ხარო, აი ეს იქნებოდა დიდი შეურაცხყოფა, რას ქვიაო კავკასიელების და ქართველის გაიგივება ერთმანეთში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დანარჩენ კავკასიას და საქართველოს შორის მოგლეჯა უნდა კი. ხო, ამიტომ ვერ ვახერხებთ რბილი ძალის გამოყენებას. რბილი ძალის გამოყენება მე 90-იან წლებში ერთი მომენტი მახსენდება სიმართლე გითხრა და აბა კარგად დაფიქრდი როდის მოხდა? ეს მოხდა სხვათა შორის შევარდნაძის პერიოდში ერგნეთის ბაზრობის საშუალებით. კი. ქართულ-ოსური კონფლიქტის ძალიან მარტივად მოგვარება. აი, უმარტივესად გადაწყდა პოლიტიკური კონფლიქტი, არ ყოფილა ეს ეთნო კონფლიქტი, რომელსაც ძალიან ცდილობდნენ, რომ ეთნო კონფლიქტი გაღვივებულიყო. შევარდნაძის პერიოდში ერგნეთის ბაზრობა ეკონომიკურმა კავშირებმა, მენტალურმა, კულტურულმა სიახლოვემ ამ ხალხს დაავიწყდა 5-6 წელიწადში საერთოდ ის მტრობა და ის უბედურება, რაც მანამდე ტრიალებდა. და როგორ ბუნებრივად და როგორ ჰარმონიულად დაალაგდა ეგ ყველაფერი. გაუგნებულები იყვნენ, ასე სწრაფად არც ერთი კონფლიქტი არ მოგვარებულაო და დამთავრებული იყო ეგ ყველაფერი. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხრიდან, ანუ დასავლეთიდანაც და რუსეთიდანაც ფითილი მიდიოდა, მაგრამ აზრი არ აქვს. რა თქმა უნდა. ამიტომ სააკაშვილი როდესაც მოვიდა 2004 წელს, პირველად ეხა ჩემი ბატალიონი იყო, კომანდოს ბატალიონი შეიყვანა იმაში, რა ქვია, ცხინვალის რეგიონში და წვერიახოს სიმაღლეებზე პირველი შეტაკებები იქ მოხდა და ნუ ზაზადამენიას გმირობა და ის ამბები არის, მაგრამ ეს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა გადავჭრათ, გადავკეტოთო, კონტრაბანდა აქცევსო ქვეყანასო და სინამდვილეში ეს იყოს ზემოდან დავალებული, რომ მინავლებული კონფლიქტი გამოცოცხლებული. სხვათა შორის აფხაზებთან იქ ცოტა კიდე სხვა სიტუაცია არის, აფხაზებთან იცი რა სიტუაცია, ერთხელ ძალიან რთულია და მეორე მხრივ ძალიან მარტივია, უბრალოდ დალაგება არის საჭირო შესაძლებელი. იქ ქართველზე მეტი ქართველები არიან, ოღონ აფხაზები ქვიათ. მე ახლა ერთი რაღაცაც მინდა გითხრა, ახლა მუშაობ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით და რადგანაც ერთ ცივილგივილი ატეხეს უკრაინელების ამბავთან დაკავშირებით
და ერთი ის იყო, რა ქვია, რომ რამდენი ქართველი იბრძოდა. კი, ნამდვილად იბრძოდნენ ქართველები, სეპარატისტების მხარებს, იქამდე არძიმბას მწყოლის ქართველი იყო, დაჯილდოებულებიც არიან, მეორე დაღუპულიც არის და იყვნენ ზუსტად იმ აზროვნების ქართველები, როგორებიც არიან დღესდღეობით ეს შიგევროპელი ქართველები, რომლებმაც ქართველობაზე თქვეს უარი, მაგრამ მაშინ შიგევროპა არ არსებობდა, მოინდომეს აფხაზობა, გაიცხოვრება, გარანტირებული სამსახურები, შემოსავალი, ფეხზე გადადება, გულაობა ესე შემდეგ და იბრძოლეს იმათმა ზუსტად აი ამისთვის. აი ესეთი როგორც კი ქართველმა ქართველობაზე თქვა კავკასიაში უარი და ქართულ მენტალიტეტზე თქვა თვითონ უარი, როგორც სახელმწიფომ და როგორც ერმა, ახლა ერთს არ გვითქვია, ხო, როგორ თქვა, ჩვენც გვექნებოდა ამაზე, მაგრამ საერთო ჯამში როგორც აჯერებენ, რომ ერმა თქვა უარი ქართველობაზე, იქვე ავტომატურად გახდა მტერი მთელი ჩრდილო კავკასია, მტერი გახდა მართლმადიდებლური სამყარო, მტერი გახდა ჩვენი ისტორია და მტერი გახდა ჩვენი წინაპარი და წინა თაობა, რომელი თაობას თურმე იყო ბნელი, ყრუ, გაუნათლებელი, შეუგნებელი და აი ახლა უნდა გავნათლდეთ უკნიდან შიგევროპულად და ახლა იქნება ყველაფერი კარგად. ამიტომ სანამ ეს არ დასრულდება, კავკასია არ დაფორმატდება და ლიბერალური არ გახდება, გამორიცხულია ეს ყველაფერი, რაც არ უნდა ბრძოლა იყოს, საქართველო გახდა კავკასიაში უკვე არათუ დომინანტი ქვეყანა, საქართველო გახდა უბედურების მომტანი მთელი კავკასიისთვის. აი ეს მოიტანა 92 წლის პუჩმა და ბარაბას გზაზე სიარულმა, რადგან მივიდივარ დღე. ერმინე, მე თუ მკითხავ ხა ბოლო გამოღვიძება, ასე ვთქვათ, ორი გამოღვიძება შეიძლება, ასე ვთქვათ, აუგუსტის 1 იყო 5 ივნისის მოვლენები. გეიპარადსაც უკავშირდება და ასე შემდეგ, სადაც არ ჩავატარებინეთ, მაგრამ საქმე აქამდე რატომ მიიყვანა სახელმწიფომ, მაგას ვერ ხვდები უბრალოდ. მაშინ პლუს მაგას ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და მე თუ მკითხავ, ამათ შორის ყველაზე ქართულად მოაზროვნეთ შეიძლება ჩათვალო, ხო? და მეორე ხა ბოლოს დავინახე პატრიარქის გარდაცვალების დროს ამდენი გამოსული ხალხი, ხო? ანუ ერთი სადაც ვიამაყე მე როგორც ქართველმა იყო ეს 5 ივნისი, იმიტომ რომ მთელ კავკასიას ვაჩვენეთ ის, რომ ჩვენ თავარ პროსპექტზე არ მოხდება რა ეგეთი რაღაცა და მორჩა. და მეორე რომ ისევ პატივს ვცემთ ჩვენს სულიერ მამას. აი მსგავსი კატაკლიზმები უნდა დაგვჭირდეს იმისთვის, რომ თავრობაც მიგვიხვდეს იმას, თუ ეხლა მიხვდნენ ხო და სპეკულირებენ მაგ თემებით ზუსტად და სულ მაგ კითხვას ვსვავ, რომ ესენი გულწრფელები არ არიან, იმიტომ რომ მიხვდნენ ამ ორი თარიღით შემოუტრიალდათ ტვინი, თორემ დამიჯერე არანაირი deep state-დან ესენი არ არიან შორს წასულები და არც არაფერი, უბრალოდ არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვებენ, ეგ თემა არის, თორე არჩევნებზე მაქვს დამუშევარი და ვიცი როგორ იწყება არჩევნებისთვის მუშაობა. და იმ დროს პირად საუბარშიც გითხარი, რომ ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ გახარიამთ 11 კაცი შეიყვანა პარლამენტში, ეს თუ არ უნდოდა ოცნებას. ყველა ხოსისულელი არის, ხო? მე გამოვლენ და გეუნებია, რომ აი ბატონი ბიძინას ავტორიტეტით შეიყვანა და ბატონი ბიძინას ავტორიტეტით როგორ შეიყვანა, კაცი გადადგა, გამოვიდა, მთელი უშიშროება შენია, სუსი შენია, ყველაფერი შენია და კიდე იმდენი მოახერხა იმან, რომ 11 კაცი და ანუ 300,000 ხმა ისე წაიღო, რომ ვერც ერთი თუნდაც ჩვენ თუ არ მოგწონს და რაღაცა, ვერც ერთი ეროვნული ძალა ვერ გავიდა, ვინც იძახის სხვა რაღაცას და გავიდა გახარია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ პადიესში, სადაც ცხოვრობს, იქ 10 კაცი არ იცნობს. კი ბასო? კი ბატონო, გისმენ. ძნელი არ დაგეთანხმოს ადამიანი მაგ ყველაფერში და ერთ თარიღს მივუმატებდი, კი, კიდე შენის ნებართვით მაგ ყველაფერს. ეს იყო 2013 წლის 17 მაისი. როდესაც კი მართალი ხარ, კი.
როდესაც პირველად შეეცადნენ საქართველოში გეი პარადის გამართვას და რამაც გამოიწვია ლამის რევოლუცია საქართველოში, აი მაშინ მიხვდნენ სიმართლე გითხრათ უკრიდან განათლებულების მთელი ეს პროგრესულად მოაზროვნე ხალხი და მთელი ამერიკის საელჩო elჩის მოადგილე კინაღამ მიაკლეს სხვათა შორის 2013 წელს იქ იყო ხელმძღვანელობდა დირიჟორობა უნდოდა გეი პარადის და ეს იყო სოციალური ექსპერიმენტი, რამდენად იყო მზა საქართველო ამ წლების მანძილზე უკრიდან განათლებისთვის და აღმოჩნდა ისე რომ ამდენი ნაშრომი და ნაწოლები წყალში ჰქონდა ჩამოეკიდული. ამის მერე დაიწყო სისტემური მუშაობა საქართველოში. აი, ზუსტად ის რბილი ზალა ამუშავდა მერე და ერთი წამით წაგართმევ სიტყვას, მაშინ მე არ დავაკონკრეტებ ერთ სამინისტროში მუშაობდი და პირდაპირ ეთერს უყურებდით გარინდულები რა და საუბარი მიდიოდა როგორ იცი? ჩვენიანები და ისენი და ჩვენიანებში გულისხმობდით სასულიერო პირებსა და ვინც ეწინააღმდეგებოდა. მე გეუბნები ამას სრული პასუხისმგებლობით ამ სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი რომ ერთ-ერთი სამინისტროს ყველა ტელევიზორი ჩართული გქონდა იმაზე რომ ჩვენიანები რა შვებია. ხო, აი ძალიან სასიამოვნო არის მე ვხვდები რომ ეს სამინისტროზე არის საუბარი, მაშინ რომ ესეთი საუბარი იყო მაგ ჩვენები და სხვები, იმიტომ რომ რეალობაში ასე იყო, ნახდათ ჩვენიანები და ნახდათ სხვები იყვნენ იქ, რომლებმაც მოინდომეს ესე რომ ვთქვათ, რა ვიცი, ლაფის დასხმა ქართველი ერისთვის და მიიღეს პასუხი რაც მიიღეს, მაგრამ დააკვირდი მის მერე 2013 წლის მერე ესე იგი წავიდა სისტემური რაღაც არაბუნებრივი მუშაობა ამ სოდომიტური ცხოვრების წესის დამკვიდრების საქართველოში. ხელისუფლება, რომელიც აი ხშირად იციან თქვა, ბიძინამ თქვა ერთხელ, რომ აი ხურავას ქუჩის ტრაგედიაო, რომ მომხდარიყო ჩვენო ლამისო ბეწვზეო გადავრჩითო, მაშინ კი არ გადარჩენ ქოცები ბეწვზე. 2013-ში გადარჩენ ქოცები ბეწვზე. იმიტომ რომ ქოცები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში ტრადიციული ღირებულებების, ქოცები მოვიდნენ საქართველოს სათავეში ტრადიციული ოჯახის წესის, მენტალობის, მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის დამცველების სახით და 2013 წელს აჩვენეს პირდაპირ, რომ სინამდვილეში ესენი იყვნენ სულ სხვა ხალხი. და მიიღეს მოულოდნელად ესეთი ეფექტი, რომელსაც არც უშიშროება ელოდებოდა, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო ელოდებოდა, არც მთავრობა ელოდებოდა, ვერც ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას და დაიწყო მის მერე სისტემურად მუშაობა ქართველი ერის განადგურებაზე, აქტიურად მიიღება მხარდაჭერა ანტიდისკრიმინაციული კანონის, ნარკომანიის მხარდაჭერა, 1000 ბინძურეების შემოტენა ქართველი ერისთვის. და ამ ყველაფერზე ფილმების გადაღება და ამ ყველაფერზე მოკლედ მთელი ნორმალიზების მიღება და ამაზე ერთობლივად მუშაობდა ხელისუფლება და ოპოზიცია დღეს რო არიან თურმე ეს ტრადიციული ოჯახის დამცველები ქოცები და წავიდა ამ დროს განსაკუთრებით მუშაობა საპატრიარქოს მიმართებაში. საშინლად წავიდა საპატრიარქოს მიმართებაში, იქ რამდენი მინუსი ხდებოდა ყველა მიცის, მაგრამ რამდენი რამე ხელოვნურად შეიქმნა და მართლმადიდებლური სარწმუნოების და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ 2013 წლიდან წავიდა გავეშებული ასე რომ ვთქვათ მუშაობა და ანტიდისკრიმინაციული კანონის თამადობით დამთავრებული სხვა იმ უბედურებებით მიდიოდა ეტაპობრივად ეს ყველაფერი 2022 წლამდე. დიახ, ამ პერიოდში იყო 5 ივლისის ამბები, მეც ვიყავი ამ ყველაფრის მონაწილე, რა თქმა უნდა, მაშინ საქართველოში ვიყავი. და მოხდა ესეთი რაღაცა მაშინ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც დამუშავარი ჰქონდათ, 5 ივლისს არ მიიღო ქართველმა ერმა ეს ყველაფერი უბედურება და ლამის გადაყვნენ ამ ყველაფერს. და მერე 2022 წელს, როდესაც ის ძალები, რომლებიც ქვეყნის გადაგვარებას და გადაჯიშებას თხოვდნენ და ავალებდნენ, აღმოჩნდა ისე, რომ მაგათ აღუყვასაც ითხოვდნენ, ომში ჩართვა მოთხოვეს რაღაც აქეთ-იქეთ და ღამის მერე ქოცებს აიხილათ მესამე თვალი
როგორც ხდება და დაინახეს თურმე რომ შიგ ევროპა კი არაა ჩვენი გადარჩენა და შეერთებული შტატები და დასავლეთი და რაღაცა საქართველოს უნდა იყოს სუვერენული დამოუკიდებელი. ხო, მის მერე ელექტროლოგზე მიდის მუშაობა, მეტი არაფერზე არ მიდის მუშაობა. მის მერე გახდნენ ქრისტიანები, ესე შემდეგ და ესე შემდეგ. ნუ მერე პატრიარქის გარდაცვალება, რომელმაც აჩვენა სამყაროს მე ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ეს იყო კიდევ ერთი ექსპერიმენტი, ამათთვის სოციალური ექსპერიმენტი, ქართველი ერი რომელი ღირებულების ფისკენ არის უფრო და რომელი ღირებულებები უფრო უნდა მართლმადიდებლური ქრისტიანული ცხოვრება თუ უნდათ შიგ ევროპა და უბედურება, ამიტომ მაშინაც გამოჩნდა ის რომ ქართველ კაცს უნდა მართლმადიდებლური ელმილე ბოდიში კიდევ ერთხელ ჩაგერთვები და ყველაზე მეტად რითივია მაყეცი რომ მათ მარტო ქართველი და მართლმადიდებელი არ იყო იცი ბევრი კი ბატონო მაგას ატომის წესიერი ადამიანებმა წესიერმა ადამიანებმა ასე ვთქვათ ყველა მიაგო პატივი იმ ადამიანს ვისაც ავტორიტეტი ჰქონდა და შენს ბლოგშიც უსმინე რომ აი ავტორიტეტის გარეშე ეხლა ჯანმრთელობა ჩემო კარგო გაიხარ დარჩა ერთი ავტორიტეტი ასე ვთქვათ სამწუხაროდ და საუბედუროდ ხა პატრიარქი შიო როდის მოიპოვეს მაგას ვერ ვიტყვით ხო ესე მარტივი არ არის ავტორიტეტი მოიპოვო ფული შეგიძლია მარტივად მოიპოვო მაგრამ ავტორიტეტი ძალიან რთული რაღაცაა ხო ანუ მაგ რაში იყო ეს საქმე მე ერთ რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა ილია მეორის როგორც ქართველი ერის სულიერი ლიდერის დაკრძალვა გაერთიანა ქრისტიანი თუ არა ქრისტიანი ყველა ჯიშის ადამიანი იყო მოსული ყველა რჯულის, ყველა სარწმუნოების და ჩვენ ძალიან ამაყები ვიყავით და ბედნიერები ვიყავით ქართველები, რომ მუსულმანებმაც, კათოლიკებმაც ყველა მიაგო პატივი, ნუ ერთი პრობლემა იყო რუსეთის ეკლესიიდან ყოფილან ჩამოსული მართლმადიდებელი ეს ხალხი და აი მანდაც კი პროვოკაცია შეეცადნენ ხო აი მაგას ვერ ხვდები როცა რამადანი გადაწეს აზერბაიჯანის მოსახლეობამ ჩვენთან კი ბატონო და მე ერთ რაღაცას გაგახსენებ სხვა შორის როდესაც სუდათ იყო პატრიარქი და გადაყვანილი ყავდათ საავადმყოფოში ირან ამერიკის ომი მიდიოდა მაშინ და აბას არაქჩიმ რომელიც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრია მოიცალა მაშინ მისი ქვეყანა იბომბებოდა და ომის დროს ტვიტერზე გამოაქვეყნა ტვიტი რომელშიც ილია მეორის და აიათოლა ხომენეის ესა რა ქვია ფოტო იყო და ჯანმრთელობა უსურვა და ნუ ქართველებს გამძლეობა ამ გაჭირვების დროს და შემდეგ როდესაც გარდაიცვალა ყველას გვახსოვს ირანის ელჩის თვითონ მოქმედება პატრიარქის კუბოსთან მივიდა კი სასახლე აიღო ხელში კი ხო და აი მე რა არიცი ეგ შეიძლება ბევრ ქართველს არ ექნა იმიტომ რომ იტყოდი რომ არა რა თქმა უნდა ახლა აქ გადაგვარებას ეროვნება არ გააჩნია და მე საინტერესო რა არიცი როდესაც აიათოლას დაკრძალვაზე წავიდა ყაველაშვილი და ხალხი აქ საქართველოში აღნიშნავდა აიათოლას გარდაცვალებას მაგ დროს ცივილკივილი ატყდა, ერთი ცივილკივილი ატყდა, რომ ეს რატო ხდება და როგორ ხდება. შენ თუ ქსიამოვნებს, რომ შენი სულიერი ლიდერის გარდაცვალების ჭირს სხვა იზიარებს, შენ რატო არ უნდა გაიზიაროს მისი გაჭირვება? მე ამას ვერ ხვდები, ეს ერთი და მერე და მეორე შენ ვინახარ, ვინ მოგცა იმის უფლება, რომ ადამიანები გლოვობენ მათ სულიერ ლიდერს და შენ იმათ ხელი შეუშალო და ტერორისტები ეძახო და 1000 სიბინძური, რასაც ბოკერია, ჩერგოლეიშვილი და ეს ურიატევი რო აკეთებს, რა ქვია, კეზერაშვილის ტელევიზია. და TV1. ჩემო ძმა. ეს ხელოვნური ინსპირაცია. მათ დაკვეთა აქვთ ეგეთი და ეგ უნდა აკეთონ. ნუ დაკვეთა რას ახდენს? დაკვეთა თუ შენი ქვეყნის დაქცევას ახდენს უშიშროება, მის უნდა აღკვეთოს. ამისთვისაა უშიშროება. აი ეს სამწუხარო ისაა ერმინდე რომ აი ხო გაირკვა ის რომ თურმე ნახევარ ოპოზიციურ ტელევიზიებს ისევ და ისევ ქართული ოცნება აფინანსებდა ისეც გაირკვა რომ თუნდაც აი ეს ხაბეიშვილი თურმე ანიტა ყოფილა აგენტი ყოფილა ანუ თავიანთივე ხო აი რაზე ვსაუბრობთ მაგიტომ ეცინება ხოლმე რომ გამოვა ეხა ნებისმიერი ქართული ოცნების წევრი და მესაუბრება
ქართველობაზე, რაღაცა იმაზე ეხლა გაგახსენდა? და საიდანაც დავიწყეთ საუბარი, ამდენი ფული ხა ამდენ ტელევიზიას რო არჩენ და ამდენ იმას რო არჩენ, არასამთავრობოს რო არჩენ, ხო? ხო შეიძლება ის არასამთავრობოები, აი თუნდაც ავიღოთ აქ-მაგ მონიშნული მიშას ქონდა გაკეთებული, ხა მიშისტობა არავინ არ დამაბრალოს კაცო, ჩვენ ხო ისედაც ქოცები ვართ და პკტვ არსებობდა და ალანია არსებობდა თავის დროზე, რომლებიც მაუწყებლობდნენ რუსულად. და თუნდაც აგვისტოს ომის დამთავრების მერე მე მქონდა ორი ფაქტი, რომ ოს დავაჯერო მეთქი აგერ ტელეკომპანია ალანია მაჩვენა ეს და იმ ალანიაზე მართლა გაშვებული იყო ის რეალური ფაქტები, რაც მოხდა 2008 წელს. და ბევრს ეჯერა ის, რომ მართლა იმათი ეგონათ რა, აი მსგავსი პროპაგანდა რატო არ მუშაობს, მაგაში რატო არ იხარჯება ფული? ხო და აი მაგაზე მაქვს ზუსტად საუბარი, რომ ქართველმა კაცმა თავი უარი თქვა ქართველმა კაცმა. თავარია შიგ ევროპაში ვიყოთ. ხო, კავკასიელობაზე და შიგ ევროპა მოინდომა და ესაა, თორე სხვათა შორის რაშია საქმე, იცი მე ერთ რაღაცას მინდა დავუბრუნდე. აი ფრიმიშას ხალხი და მიშები პიარში და პროპაგანდაში, ნუ არ ვიცი ალბათ ნახდათ ერთხელ მან თქვა რა. ნობელის პრემია ეკუთვნის მაგაში. ნამდვილად ნათელაშვილმა თქვა, რომ ჰიტლერს რო ქონოდა რუსთავი ომი თუ წააგო, ახლაც არ იცოდინებოდა. კი. 100%-იანი იყო, იმიტომ გებელს ჯობდნენ პროპაგანდაში და როდესაც ამ პროპაგანდას მიმართავდნენ, მათ ცადეს სხვათა შორის ძალიან ცუდად დასრულდა. ზუსტად იგივე პიკით და იგივე ალანიათი ცადეს ეს გავლენების მოპოვება კავკასიის სხვათა შორის ომის მერე განსაკუთრებით გაიხსნა ტვინი. გააძლიერეს და მე TV საქართველოს ხო გააკეთეს ვითომ სამხედრო ტელევიზია. და მაშინ გააკეთეს ძალიან ერთი ძალიან დიდი რაღაცა, ცუდი რაღაცა, იმიტომ ლიბერალებს როგორ შეუძლიათ ეს რა ქვია ეროვნული საკითხის გაღვივება და კავკასიური მენტალობის დაცვა, ისევე როგორც დღეს პატრიოტიზმზე ლაპარაკობენ სლავა უკრაინელები და შეკრეს მაშინ მთელი მსოფლიოს მასშტაბიდან ჩეჩნები, დაღესტნელები და ეს რა ქვია მებრძოლები, რომლებიც საქართველოში გაწვრთნეს და უნდათ შეეშვათ იმაზე რა ქვია დაღესტანში და მე ლაფანყურში თავისივე ხელით ამოხოცეს ეს ხალხი. აი ეს უბედურებად ჩაატარეს და ასე რომ ვთქვათ კავკასიელებთან მიმართებაში ქართული სახელმწიფოს სახელით სააკაშვილის რეჟიმმა ჩატაევი ამათაც ხომ მოვიდეთ ჩატაევი ცალფეხა და ცალხელა კაცი შემოიპარა საზღვარს. იმიტომ რომ ეს იყო გაუაზრებული კავკასიური პოლიტიკა კაცო. ჩატაევი იცოდნენ ვინ იყო საერთოდ. ჩატაევი საკუთარი იდეის გულისთვის ეშმაკ შეეკრებოდა ისეთი კაცი. მიშის დროსაც იყო ის იმ გზაზე და ამათ დროსაც იყო. ამათმა შეუშვეს, ამათმა შემოუშვეს, ჩვეულებრივად მოხდა ეგ ყველაფერი და მე უღალატეს ჩატაევსაც. ეს გაუაზრებელი კავკასია. ხო, მაგრამ შუა ბერისალოსის ქუჩაზე მოგვიწია ომი, ხო? ლამის ავიაცია ჩავთეთ, ხო? ხო, ეს იყო არასწორად გაკეთებული სპეცსამსახურების მიერ, არასწორად გაკეთებული. კავკასიური ვითომ ერთობის და სოლიდარობის ფარქვეშ პროვოკაციული ჯგუფების შეკრება, რომელიც პროვოკაციულმა ჯგუფებმა შემდეგ ამდენი უბედურება შემოუბრუნა საქართველოს და ის ხალხი ამათმა გაწირეს. და შენ წარმოვიდგინე რადონის სისულელე თქვა სესიაშვილი იყო მაშინ უშიშროების მინისტრი, ესეც ჩვენ დაგენაცვლიანი წარმოშობით და მისი 23 წლის ბიჭი დუჩუნა ყავდათ სუსში შეყვანილი. და მას იმიტომ ხას უსვან ეს ნეპოტიზმი და რაში იყო საქმე იცი? გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა, რომ ჩატაევი იყო საქართველოს უშიშროების აგენტი და გამოვიდა რა? სოფლიოს ტერორისტულ ორგანიზაციების სიაში ერთ-ერთი მთავარი ეს რა ქვია სტამბოლის აეროპორტის საფეთქების იმაში იყო და პლუს მაგას თურქეთმა გადმოსცა საქართველოს უშიშროებას ეგ ინფორმაცია დანამდვილებით ვიცი რომ თქვენ ტერიტორიაზე არის ან გადმოგვეცით თუ ან ჩვენ დავიწყებთ მოქმედებასო და მოუწიათ მე სხვათა შორის არა მარტო თურქეთმა მაშინ კადიროვმაც გააკეთა განცხადება მაშინ რუსეთის შინაგან საქმეთა ხო და აი კავკასიაში ამისთან თამაში შეიძლება ცისხლთან რა თქმა უნდა არა
რა თქმა უნდა არა. ამიტომ ყოველი ცდელობა რომ სამხედრო გაერთიანების რაღაცა ესეთი პარტიზანული ჯგუფების, კავკასიური ჯგუფების გაკეთების შექმნის და ამის ცენტრად საქართველოს გადაქცევა, ეს უქმნის საქართველოს სერიოზულ პრობლემას. ჩვენ რომ ვიყოთ ახლა ისეთი ძლიერი ქვეყანა, რომელიც ძლიერ ქვეყანასაც შეუძლია ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის გაერთიანება, დაპყრობა, ექსპანსია და ესეთი რაღაც ეგ სხვა საკითხი არის. ეს როგორც იყო მაგალითად თამარ მეფის დროს როგორც იყო თუ შეგვეძლო რომ ესეთი რაღაცებისთვის უფლება მიგვეცა თავისთვის მიგვეცა უფლება რომ დარუბანდი ნიკოვსია ჩვენიანი დარიალი ჩვენიანი ჩრდილო კავკასიაში გვინდა გავლენების გაძლიერება მაშინ შესაძლებელია ესეთი რაღაცები გავაკეთოთ მაგრამ ჩვენ თვითონ როდესაც ვართ დაპირისპირებული რუსეთთან და რუსები ჩვენ წლების მანძილზე გვაბრალებდნენ ტერორიზმთან თანამშრომლობას და საქართველოში ჩატარებულ ოპერაციებს ახდენდნენ წარმოჩენად როგორც ანტიტერორისტული ოპერაციების ეს მოუტანს ყველგან უბედურებას. პანკისი ცოცხალი მაგალითი არის. ებად.